ამერიკის შეერთებული შტატები დამატებით სანქციების პაკეტს ამზადებს, რომელიც უახლოეს კვირებში გამოქვეყნდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მე დეტალზე ჯერ უფრო მკაფიოდ ვერ ისაუბრებს, თუმცა მისი თქმით არის სხვა სანქციებიც. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ქართული დემოკრატიის მდგომარეობაზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა ანგარიშვალდებული უნდა გახადოს ისინი, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში ძალადობრივი რეპრესიების ორკესტრირებაზე, მათ შორის გლობალური მაგნიტსკის სანქციების დაწესებით. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სენატორი ბენ კარდინის განცხადებაში აღნიშნული. მან დაგმო ქართული ოცნების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა და გამოეხმაურა ოცნების მიერ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი ბუნება საკუთარი მედროშე ცნობილი ანტიამერიკული პროვოკატორის მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით. როგორც მან აღნიშნა, ყაველაშვილი ცენტრალური ფიგურაა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში, მათ შორის მისი რუსული სტილის უცხოური აგენტების შესახებ კანონის თანაავტორობაში. ბენ კარდინის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე. ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიიწვიეს. მეცოლამ ევროპარლამენტის სახელით ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ კატეგორიულად გმობენ ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს, ძალით გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები საქართველოს ევროპულ გზასთან შეუთავსებელია. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის 27-ვე წევრ სახელმწიფოს გაერთიანენ და სასანქციო ზომების შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ. როგორც მეცოლამ აღნიშნა, საქართველოს გვერდით განან და ევროკავშირის კარი ყოველთვის ღია იქნება. ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთ კვირაში მთელი რიგი ამკრძალავი და შემზღუდველი ნორმები მიიღეს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირდება. ამასთან ოცნების დეპუტატებმა გასულ კვირაში გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილებაც მიიღეს, რაც თამბაქოს აქციზზე და აზარტულ თამაშებზე გავრცელდა. კიდევ ერთი ცვლილებით გაუქმდა საგადასახადო შეღავათი მცირე მეწარმეებისთვის. ჯამში ამ ცვლილებებით ბიუჯეტში 400 მილიონი ლარით მეტის მობილიზება იგეგმება. ასევე ოცნების დეპუტატებმა ცვლილებები შეიტანეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რაც ამარტივებს საჯარო მოხელეთა გათავისუფლებას, ასევე თანამდებობის პოზიციებზე პირების კონკურსის გარეშე დანიშვნას. კიდევ ერთი ცვლილება დაჩქარებული წესით საარჩევნო კოდექსის შეცვლას უკავშირდება, რაც მიმართულია 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული წარმომადგენლობის შემცირებისკენ, რასთან დაკავშირებითაც ევროპის საბჭომ უკვე გამოაქვეყნა საკუთარი კრიტიკული დასკვნა. 394 ხმით 207-ის წინააღმდეგ გერმანიის პარლამენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება. მთავრობის წინააღმდეგ ხმა დააფიქსირეს უმრავლესმა ოპოზიციურმა ფრაქციებმა, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა და ქრისტიან-სოციალისტურმა კავშირმა, ასევე მართველი კოალიციიდან გასულმა თავისუფალმა დემოკრატებმა. ახლა პროცედურულად კანცლერი ოლაფ შოლცი პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს მიმართავს. შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის შედეგად განადგურებული უკრაინის ქალაქების აღდგენას 100 წელი დასჭირდება. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს ომი არასდროს მოხდებოდა. ტრამპის თქმით, ცდილობენ რუსეთ-უკრაინის ომის შეაჩერონ და ამ მხრივ მცირე პროგრესიც არის. მისი განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვლოდიმერ ზელენსკთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს გეგმავს. ზელენსკი მზად უნდა იყოს გარიგებისთვის და პუტინმაც უნდა დადოს გარიგება, ამბობს ტრამპი. ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები პირველად ჩაერთნენ ბრძოლაში რუსეთის ძალებთან ერთად კურსკში და ვაშინგტონს აქვს მინიშნებები, რომ მათ დანაკარგები განიცადეს. ამის შესახებ პენტაგონის პრესპიკერმა გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, არ აქვს დეტალები მსხვერპლის რაოდენობის შესახებ, მაგრამ ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარები ბრძოლაში გასულ კვირას ჩაერთნენ. ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის ქვედანაყოფის მინიმუმ 30 ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, რუსული ჯარები სავარაუდოდ ცდილობენ ჩრდილოეთ კორეის დანაკარგების დამალვას.